რუსეთმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმის მიზეზი. უკრაინელი სამხედროები თითქოს ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის შიგნით მიზნების წინააღმდეგ უპილოტო აპარატების გაშვებას ამზადებენ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა. შემდეგ კი დაამატეს, რომ უპილოტო აპარატების რუსეთის მიმართულებით გაშვება თითქოს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარი ტერიტორიებიდან დაუშვეს. და რუსეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე განთავსებულნი არიან 5 სამხედრო ბაზაზე ლატვიაში. უკრაინაში და ლატვიაში უკვე განაცხადეს, რომ ეს რუსების აბსურდული სისულელია და აშკარა პროვოკაცია. მაგრამ ამ ფონზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ესტონეთში ნატოს ავიაცია მართლაც გუშინ უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაგრამ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. როგორ აღმოჩნდა ეს უპილოტო იქ? ამ ყველაფერს ამ გამოშვებაში განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ დასაწყისში გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და სანამ დავიწყებთ, ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოითხოვო, რადგან ეს გამოშვება გამოდის Preply პლატფორმის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ პლატფორმა უცხო ენების რეპეტიტორებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაში სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს ან საერთოდ ნებისმიერ ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა აქვთ 50%-იანი ფასდაკლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული, რომელზე გადასვლითაც თქვენ მაშინ მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას YouTube არხის ალექსეი პეჩიისგან. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მოკლედ, რუსეთში მოიფიქრეს რეალური საბაბი. მიზეზი ლატვიაზე დართმების მისახენებლად. მაშინვე მოვიყვან ციტატას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისგან. უკრაინელი სამხედროები ემზადებიან ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთში სამიზნეებზე უპილოტო აპარატების გასაშვებად. მიღებული მონაცემებით, კიევი არ აპირებს შემოიფარგლოს იმ საჰაერო დერეფნებით, რომლებიც ბალტიის ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცეს. ეს ტყუილია. უპილოტო აპარატების გაშვება ასევე იგეგმება ამ ქვეყნების ტერიტორიიდან. ამისთვის უპილოტო სისტემების ძალების სამხედროები შეიარაღებულნი არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე განთავსებულნი იყვნენ 5 სამხედრო ბაზაზე ლატვიაში, მათ შორის ლიელვარდეს, დაუგავპილსსა და ეკაპილსის სოფლებშიც. გარდა ამისა, რუსეთის სპეცსამსახურში აღნიშნეს, რომ რუსული საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს უპილოტოების გაშვების წერტილების კოორდინატები და მიიღოს ინფორმაცია ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შესახებ. ციტატა. როგორც ეს მოხდა უკრაინის მცდელობისას დრონებით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმისას დეკემბერში. თუ ვერ მიხვდით რაზეა საუბარი, გაიხსენეთ ის ანეკდოტი, როცა რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ურეკავდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ტიროდა მასთან, წუწუნებდა ტელეფონში და უბრალოდ უჩიოდა, რომ უკრაინელებმა შეუტიეს სისხლიანი ვამპირის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციას ვალდაიში. შეუტიეს. резиденцию кровавого სწორედ ამ ეპიზოდზე საუბრობს საგარეო დაზვერვის სამსახური. და ეს შემთხვევა დრონებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ეპიზოდზე საუბრობს. და ის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსეთმა პირდაპირ დაიწყო მუქარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრის მიმართ. კიდევ ერთი ციტატა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან. ლატვიის წევრობა ნატოში არ დაიცავს ტერორისტების ხელშემწყობებს სამართლიანი შურისგებისგან. ლატვიის ტერიტორიაზე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების კოორდინატები კარგად არის ცნობილი. ამ განცხადებებზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ გამოეხმაურა, რომელმაც კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება. ციტატა. რუსეთი ისევ ტყუის. ამჯერად ეს არის საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც ლატვიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას ატარებს. ფაქტია. ლატვია არ აძლევს საჰაერო სივრცეს რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ეს არაერთხელ აუხსნეს რუსეთის წარმომადგენლებს. რას უნდა ელოდო მათგან? ისინი ხომ სულელები არიან, ეს ხომ რუსები არიან. კრემლის განცხადება ასევე უარყო ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა. შემდეგ მისი ციტატაა. რუსეთი ტყუის იმაზე, რომ ლატვია ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს გამოიყენოს. ლატვიის საერო სივრცეს და ტერიტორიას რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის არ იყენებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმაც გამოეხმაურა ამ რუსულ დეზინფორმაციას. შემდეგ მისი ციტატაა. მოსკოვის ბოლო ტყუილების რიგში, სადაც უკრაინას ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმების მომზადებაში ადანაშაულებენ, არანაირი სიმართლე არ არის. რუსული ტყუილი მხოლოდ მისი უფრო ფართო პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. საზოგადოებრივი აზრის, ლატვიასა და მთლიან ბალტიის ქვეყნებში.
მადლობას უხდით ჩვენს ლატვიელ მეგობრებს, რომ ეს გამოავლინეს. სამწუხაროდ აღნიშნავ, რომ რუსების საინფორმაციო კამპანია ნაწილობრივ მუშაობს. გახსენეთ, ლატვიაში უკრაინული დრონების ბოლო შემთხვევამ თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი მთელი მთავრობის გადადგომა გამოიწვია. აი ასე. გარდა ამისა, ადრე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ, ცნობილმა ირემის მწყემსმა, რუსეთის ტერიტორიაზე დრონების დარტყმების ფონზე ბალტიის ქვეყნებს გააფრთხილა, რომ მოსკოვს აქვს თვითდაცვის უფლება. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებს სპეციალური გაფრთხილება მისცა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობის დაუშვებლობის შესახებ. ესტონიამ, ლატვიამ და ლიტვამ ერთობლივ განცხადებაში ეს ბრალდებები უარყვეს. ამ ქვეყნების სამხედრო უწყებებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინული დრონები მათ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენების გამო ხდებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ აგრესიული ომი, რომელსაც მოსკოვი აწარმოებს, მსგავსი უსაფრთხოების ინციდენტების რისკებს მთელ რეგიონში ქმნის. ეხლა კი რუსები შემდეგ ამბავს მიეჭიდნენ. ნატოს გამანადგურებელმა, რომელიც ბალტიის რეგიონში სააერო სივრცეს პატრულირებდა, 19 მაისის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის თქმით, დიდი ალბათობით ეს უკრაინული დრონი იყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იგივე პევკურმა დაამატა, რომ ეს დრონი კურსიდან გადავიდა სისტემების ჩახშობის გამო. ანუ კი უკრაინულია, მაგრამ აშკარად არა ისეთი, რომელიც პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გავლით რუსეთში მიფრინავს. არა, ამ ვერსიას ცალკე დაადასტურა ასევე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა. და აი სიმართლე უკრაინული დრონების ბალტიის ქვეყნებში შეჭრაზე. რუსეთი აგრძელებს უკრაინული დრონების ბალტიისკენ გადამისამართებას რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, ამას გაძლიერებულ პროპაგანდასაც უთავსებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა თანამშრომლობს და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალიზებულ უწყებებს შორის, რათა მიაღწიოს პრობლემების არსს თითოეულ შემთხვევაში და ეძებოს მათი პრევენციის გზები, მათ შორის უკრაინელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით. участии Украины. და აი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პროპაგანდის განცხადებების მიუხედავად, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და ფინეთი არასოდეს აძლევდნენ უფლებას თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ასევე უკრაინას არასოდეს მიუმართავს ამ სახელმწიფოებისთვის მსგავსი თხოვნით. და პირდაპირ ახლა აღნიშნავ, რომ უკრაინა ახორციელებს თავის უფლებას თვითდაცვაზე. გაეროს წესდების 51 მუხლის შესაბამისად. ხოლო ლეგიტიმური სამხედრო ობიექტები მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე. მათი განადგურებისთვის გამოიყენება სწორედ რუსეთის საჰაერო სივრცე. ამიტომ რუსებს არ აქვთ უფლება დაადანაშაულონ უკრაინა, ბალტიის ქვეყნები ან ფინეთი თავიანთი ქმედებების შედეგებში და უფრო ფართო მნიშვნელობით თავიანთ აგრესიულ ომში. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. ყველაფერი, რაც დაფრინავს რუსეთში, ყველაფერი, რაც ფეთქდება რუსეთში, ყველა ადამიანი, რომელიც იღუპება რუსეთში დრონების, უპილოტოების, რაკეტების და ასე შემდეგ მოხვედრის შედეგად, ეს ყველაფერი პასუხია იმ აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთი უკვე 12 წელია ჩადის უკრაინის წინააღმდეგ, 2014 წლიდან მოყოლებული. ამიტომ ის რუსები, რომლებიც TikTok-ში, Instagram-ში ავრცელებენ ვიდეოებს იმაზე, რომ აი რიაზანში მოხდა ტუაფსე იწვის, მოსკოვში უპილოტოები დაფრინავენ, რასელოდით. გონიათ, რომ ეს ომია. ომი თქვენ არასდროს შეგეხებათ. ომი დაბრუნდა საკუთარ ნავსაყუდელში. აქცენტილებს დავასვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დონატის საშუალებით, ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.